რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც აი ამ ჩვენს თემას ეხმიანება, ტალანტი სპორტში. რა სიტყვით ამის შესახებ ხშირად გვეკითხებიან ჩვენ და ჩვენ ხშირად დაჩვეულნი ვართ და ვაკავშირებთ აი ამ სპორტულ ნიჭს სხეულის შესაძლებლობებთან, მაგრამ არსებობს ისეთი მაგალითებიც, როდესაც რეკორდსმენი იყო მაგალითად ცურვაში, გრძელ დისტანციაზე და გახდა ისეთი სპორტსმენი, რომელსაც კიდურები, ქვედა კიდურები არ ჰქონდა. ან არის ისეთი რეკორდული მაჩვენებლები, სადაც სხვადასხვა ბუნებრივი დეფექტების მქონე ადამიანები აღწევენ საოცარ შედეგებს. და აი ამდენად აი სპორტული ტალანტი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს გადალახო ის ბუნებრივი, თქვათ, კონსტიტუცია და სხეულის ის შეზღუდულობა, რომელიც მის წინაშე ბარიერივით დგას. იმისთვის, რომ რაიმეს მიაღწიო სპორტში, რა თქმა უნდა, საჭიროა ძლიერი ნება, ხოლო ნება არის მისი მიმართულების მიცემა, ადამიანი, რომელიც თავისუფლებას გამოხატავს, სწორედ რომ აი ამ ნების გაძლიერებაში, რომ დაძლიოს ესა თუ ის ბარიერი. ანუ ეს არის სულიერი სფერო, ძმა უნდა დანო, იმიტომ რომ ნებელობა პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანთან და თავისუფლებასთან. ასე რომ ბრალს ნუ დაგვდებენ ჩვენ იმაში, რომ ვერევით სპორტში, იმ სფეროში, რომელიც ჩვენ არ გვეხება. პირიქით, ჩვენ ეს გვეხება და სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ აი ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ბავშვი, რომელიც ვარჯიშობს და მოზარდი, რომელიც თავის სხეულს უვლის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, ეს კარგია და დადებითი, აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ სულ სხვა საკითხებზე გვაქვს დღეს საუბარი. აქ იბადება სხვა შეკითხვა. საით მიმართავს ადამიანი აი ამ თავისუფალ ნებას? აკეთებს კი მას მის ღირსეულ რეალიზებას. აი მაგალითად ძველად სპორტული შეჯიბრი ნიშნავდა მზადებას საომარი საქმიანობისათვის. ამგვარად ამოწმებდნენ ადამიანებს მაგალითად სამშობლოს დაცვის საქმეში. მეომარი იმისთვის პირველ ყოვლისა სულიერად ემზადებოდა და ამისთვის იყენებდა სწორედ თავის ძალღონეს. და ჭეშმარიტი მებრძოლი ნამდვილად სულით მებრძოლი ადამიანია, რომელიც თავს წირავს მოყვასისათვის და დღეს სპორტი კიდე გნებავ სპორტსმენი ჩაკეტილია აი ამ საკუთარ თავში, მას გააჩნია ერთი მიზანი, სპორტული მიღწევა, გახდა აზრიც და ყველაფერიც სპორტში და მას ერთადერთი რამ ამოძრავებს, რომ გაიმარჯვოს, გახდეს პირველ ყოვლისა კონდეს გარანტირებული შემოსავალი, მოხდეს ყურადღების ცენტრში და აი ამ ყურადღების ცენტრში რაც შეიძლება დიდხანს იმყოფებოდეს. ანუ ისინი ნამდვილი შოუმენები ხდებიან და ამისი არაერთი მაგალითი ვიცით ჩვენ, რომ ნებისმიერ სპორტის სახეობა ავიღოთ. აი მაგალითად ფეხბურთში ცნობილი ფეხბურთელი ბეკჰემი, ხომ? ასევე ამავე დროს არის პოპულარული პოზიორი და ამითაც საკმაოდ დიდი შემოსავლები გააჩნია. ფაქტობრივად ყველა ცნობილი ვარსკვლავი, ძმა უნდა დანო, რეკლამით ცხოვრობს და შემოსავლის წყაროდ აქციეს ეს ყოველივე. აქვე ვიტყვით იმ საშინელი ტოტალიზატორების მნიშვნელობაზეც, რომელმაც ფაქტობრივად აზრი დაუკარგა აი ამ ჭეშმარიტ პაექრობას. და შეგახსენებთ აი ამ მარადონას ცნობილ სიტყვებს აი ამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომ განაცხადა, რომ მოაშორეთ ფეხბურთს ტოტალიზატორი და თქვენ ნამდვილ ფეხბურთს იხილავთო. მაგრამ ფიქრობთ ყველაზე სავალალო აი ამ დარგში გახლავთ დოპინგის საკითხი. ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ პრობლემასთან, რასაც ქვია ტალანტი და ნიჭი. მიჩნეულია, რომ სპორტი არის ჯანმრთელობა, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ 40 წლის ადამიანს ფაქტობრივად დანგრეული აქვს, საერთოდ განადგურებული აქვს ჯანმრთელობა. რა ხდება აქ, რაშია საქმე? აი ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მსოფლიო მნიშვნელობის
ესეთი დიდი კალათბურთელი გაგახსენებთ ლუბოდრაგ სიმონოვიჩი, მან შესანიშნავი წიგნი დაწერა ოლიმპიზმი და ახალი მსოფლიო წესრიგი და ამ წიგნში მან ფარდა აუხადა პირდაპირ აი ამ დიდი სპორტის იმ საიდუმლო მექანიზმებს, კერძოდ დაწურლებით აქვს აღწერილი აი ამ სპორტსმენების მიერ პრაქტიკაში გამოყენება დოპინგურ სისტემებს. ის სტიმულატორები, პრეპარატები, ჰორმონების მიღების პრაქტიკა ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დროს თურმე დიდ სპორტსმენს მრავალი ექიმი, სპეციალისტი ადევნებს თვალს და ყოველი მათგანი აი ამ სპორტსმენს უამრავ წამალს აძლევს, რომლებიც უთუოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იქნეს მიღებული. მიაქციეთ ამას ყურადღება. ზოგიერთ ქვეყანაში სპორტსმენი სპეციალურ კონტრაქტსაც დებს, რომ აუცილებლად მიიღებს აი ამ პრეპარატებს. მას შემდეგ, რაც აი ეს დოპინგ კონტროლის გაძლიერდა თანამედროვე სპორტში, სპორტსმენები გარკვეული პერიოდი მაინც ღებულობენ ამას ვარჯიშების დროს, ხოლო როდესაც დგება აი ეს დოპინგ შემოწმების დრო, აი ამ დროისთვის უკვე სიცხში აღარ უჩვენებს, ესე იგი, იმ დოპინგის მიღების დოზებს. ერთი სიტყვით, საოცარი მდგომარეობა სატირალი რო არ იყოს და მრავალი მაგალითი არსებობს და ერთი ასეთი ცნობილი მაგალითი გახლავთ ბენ ჯონსონი, ცნობილი მძლეოსანი, ასევე ქალბატონი სირბილში ფლოჯოს ეძახდნენ მას და მათი ცნელი ამბობს ფანტასტიკურ რამეს, რომ ეს პიროვნებები თავის დროზეო ამერიკაშიც კი მე-15 ადგილზე ზემოთ ვერ აღწევდნენო და შემდეგ აი ამ დოპინგების მიღების დროს ეს ცნელი ამბობს ჩარლი ფრენსისი, რომ მათ გაანადგურეს სპორტის განვითარების ისტორიული ორბიტაო. გესმით ხალხო რა ხდება? აი ამ დოპინგების დოზა იმდენად ძლიერი იყოს, რომ მათ საერთოდ იმ ხელა შედეგებს მიაღწიეს, რომ ადამიანიო 50 წლის შემდეგ დაგეგმილი, ესე იგი შედეგების წინ არიან უკვე წასულებიო. ანუ ფაქტობრივად აზრი დაკარგა, ესე იგი წარმატებამ. ისინი არასდროს დაუჭერია დოპინგს, მაგრამ პრესაში მაგალითად ხშირად იწერებოდა მათი დოპინგური, ჰორმონალური და სხვადასხვა პრეპარატების მიღებების ფაქტები და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს არის ექიმები ესეთ რამეს ამბობენ, რომ ელიტური სპორტი პირდაპირ ექიმებზე არის დგასო და ექიმებზე არის მჭიდროდ დაკავშირებული. რატომ უნდა იყოს ეს ასე? ჩვენ უკვე მოგახსენეთ. და კიდევ ერთი უფრო საშინელი ფაქტი, რასაც ვგებულობ ჩვენ, აღმოჩნდა, რომ თურმე როგორც ფეხმძიმე ქალში იმატებს ეს ჰორმონების რიცხვი და საოცრად აძლიერებს ადამიანს, ესე იგი ქალს ფეხმძიმობის დროს, აი ამ ჰორმონს პროგესტერონი ქვია თურმე. და თურმე დააკვირდნენ ახლა მკვლევარებმა და ზოგიერთი სპორტსმენი შეჯიბრის წინ თურმე სპეციალურად ფეხმძიმდება, რათა ეს ჰორმონები მიიღოს, ხოლო შემდეგ ესე იგი იკეთებს აბორტს. ეს ადამიანი და აი ამ საკუთარი შვილის სისხლიანი აი ამ შეწირვის შედეგად ესეთი ადამიანი იღებს, ესე იგი სპორტში რეკორდებს ხსნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ჩემო ბატონებო, რა არის და ვინ არის ვარსკვლავი? ეხლა გეკითხებით მე თქვენ, რა შვაშია აქ ნიჭი, რა შვაშია აქ ტალანტი და სად არის აქ ნიჭი და სად არის აქ ტალანტი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ტალანტი, ნიჭი ეს არის ღვთისმოძებული მადლი ღვთისა, სათნოების სახით მომადლებული, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს ცხოვრებაში, მოახმაროს მოყვას და დაუბრუნოს ღმერთს, რომელსაც ეს არ ჭირდება, არამედ აი ამ მსახურებით ის აბრუნებს ფაქტობრივად აი ამ მოწყალებით, ქველმოქმედებით, თავისი უნარის ოჯახისა და სამშობლოსთვის, ესე იგი მოხმარებით ის აბრუნებს აი ამ ნიჭს ღვთისთვის. ღმერთმა დაუგლოცოს, შეგვიწყალოს და მოგცეს
ჭეშმარიტი უნარი, ჭეშმარიტი ნიჭი, ჭეშმარიტი ტალანტი, რომლითაც შეგვიძლია ვცხონდეთ ჩვენს და ჩვენს ირგვლივ ვაცხონოთ ადამიანები. ამინ.